ახლა კი გამოვიძახოთ ტაქსი და წავიდეთ ქალაქის ცენტრისკენ. მოკლედ, აქ ძალიან ბევრი მსგავსი ადამიანი მოვიდა და გვეუბნება, რომ არა მეწაგიყვანო, მაგრამ ტაქსი ჯობია. ბევრად იაფია. ხო, დამავიწყდა მე თქვა. აი, მე ძალიან ბევრი მოდის და წამწყვენია. ალბათ მივეჭვევ. ხო, Uber-ი გამოვიძახეთ, რომელიც არის საკმაოდ იაფი. დაახლოებით 9 საათის გზაზე $7 დაწერა და ახლა მივდივართ ქალაქის ცენტრისკენ. Fun fact. ძღოლმა გითხრა, როდესაც ასე გადაიღებთ ხოლმეო, ყურადღებით იყავით, რადგან ტელეფონის ხელიდან გამოტაცება იციან. ნაირობი ეს არ არის უბრალოდ დედაქალაქი. ეს ქალაქია, რომელიც ისტორიით სუნთქავს. ჯერ კიდევ 1899 წელს იგი მხოლოდ პატარა რკინიგზის სადგური იყო, რომელიც ბრიტანეთის კოლონიების რკინიგზას ემსახურებოდა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა და მალე გახდა კენიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. დღეს ნაირობიში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვიცი რაც იფიქრე, ზუსტად მასეთი რეაქცია ჰქონდათ ადგილობრივებს, რომ კითხეს, ქვეყანაში თქვენ რამდენი ხართო? მოიცა, მთლიანად ქვეყანაშიო? ჩვენ მარტო ნაირობიში ვართ, თქვენზე მეტიო. გაინტერესებთ რა უპასუხე? ჩვენ ტელევიზორები გვაქვს, ოღონდ ქართულად ჩავილაპარაკებ, მაგრამ გონი მიხვდა. მოკლედ, მიუხედავად თითქოს და ქაოსისა, აქ ყველაფერს თავისი წესრიგი და რიტმი აქვს. აფრიკული ენერგიით სავსე. კენიის ფულის ერთეული კენიური შილინგია. $1 დაახლოებით 130-140 შილინგია. რაც შეეხება ლარს, 1 ლარი სადღაც 45-50 შილინგია. ესეც ავტოსადგური. ვიცი, თქვენც გიკვირთ, როგორი მშვიდი სიტუაცია არა. კენიის სამხრეთით ამბოსელისკენ მივდივარ და ჩემს ავტობუსს უნდა მივაგნო.